შენიცი სპორტის მეოთხე მერვედფინალური დაპირისპირებით გიბრუნდებით. ძალიან საინტერესო თამაშის მოლოდინში ვართ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმდგენია BetLive, მე კი ზაზა ვარ ამ გადაცემის წამყვანი და შეგვიძლია გადავინაცვლოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მონაწილეებთან, თუმცა იქამდე არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერი. გამარჯობა მეგობრებო, პავლიკ, სანდრო. სალამი. როგორ ხართ და როგორ განწყობაზე ხართ? პავლიკ, შენგან დავიწყოთ. კი ბატონო, მე ძალიან კარგი განწყობაზე. შემართება ნორმალური, საინტერესო თამაშის მოლოდინში ვარ. ძალიან კარგი, სანდრო, შენ რა? ხო, კაი გასართობ სათამაშო განწყობაზე ვარ. გონია რომ საინტერესო პროცესი იქნება. ყველას ამის მოლოდინი გვაქვს, ასე რომ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ და მოვისმინოთ პირველი რაუნდის წესები. პირველი რაუნდი, ფოტოდუელი. ამ რაუნდში ორივე მონაწილეს ეძლევა 90 წამი. მათი მიზანია ეკრანზე გამოსახული სპორტსმენების გამოცნობა, რომლის საშუალებაც რიგრიგობით ეძლევათ. სვლა იქამდე არ გადადის მეორე მოთამაშეზე, სანამ სწორი პასუხი არ დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე ვერ გამოიცნობს ეკრანზე გამოსახულ სპორტსმენს, აუცილებელია თქვას სიტყვა შემდეგი, მაგრამ დაკარგავს საჯარიმო 3 წამს. რაუნდს იგებს ის, ვისაც მოწინააღმდეგეზე მეტი დრო დარჩება. მოვისმინეთ პირველი რაუნდის წესები, რამე კითხვები ხო არ გაქვთ? მე მგონი ყველაფერი გზია, მაშინ სახით ერთმანეთთან დავდგეთ პირისპირ და ტრადიციული მეთოდით ჯეირანით გადავწყვიტოთ, ვინ დაიწყებს ამ რაუნდს. კი ბატონო. ერთამდე ხო? ერთამდე. ჯეირანი. კი ბატონო, პავლიკა დაიწყებს. პავლიკ, შენი მეტოქის უკან მონიტორზე 5 წამიანი კაუნტდაუნი ჩაერთვება და ვიწყებთ თამაშს. წამზომი ჩაერთო. სალაჰი. დროგბა. მიულერი. გრიზმანი. ჯონსონი. შემდეგი. ლაკაზეტი. შემდეგი. იაში. გრეცკი არა. შემდეგი. აუ, როგორ შეცვლილა. ცირეკიძე. შკორტელი. ჰაბანა. შემდეგი. შემდეგი. ოვერმარსი. რადუკან. კაცო, ისა დეპაი. ლობანოვსკი. კი არა, ხო. ლომო. შემდეგი. ანალიზ. ვინ ეს არ ვიცი, ვავრინკა, ფიუტი ვიღაც, არ ვიცი, შემდეგი. ვორფრიც. მილანი, შემდეგი. სკოლცი. იერო. შემდეგი. შემდეგი. ტერშტეგენი. ხოდა. გავჭედე. ესეც ასე, სანდროს დრო ამოიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი რაუნდი საერთო ჩათვლაში მიაქვს პავლიკას, დაუბრუნდეთ საერთო საწყის პოზიციებს. კარგი რაუნდი გამოვიდა, მაინც საბოლოო ჯამში. პავლიკამ განსაკუთრებით კარგად ითამაშა. კი, მშვენიერი. სანდრო, შენ რაღაც მომენტებში არ გაგიმართლა ჩემი აზრით, ისეთი ფოტოები მიყვა ერთმანეთს, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ხო, ჩემო მეხსიერება მიღალა. ძალიან საინტერესოა, მეორე რაუნდი გველდება წინ 3 მინი თამაშით და მოვისმინოთ წესები. მეორე რაუნდი, მინი თამაშები, ტაქტიკური კვადრატი. თამაში 9 უჯრისგან შედგება. თითოეული მათგანი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად სხვადასხვა მოცემულობით არის დაკავშირებული. მოთამაშეების მიზანია, რომ სწორი ტაქტიკითა და პასუხებით შეავსონ გრაფა ისე, რომ გაავლონ ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დიაგონალური კვეთები. სასტარტო 11-ეული.
რაუნდის ამ ნაწილში მონაწილეები ეკრანზე ხედავენ კონკრეტულ თამაშზე წარმოდგენილი ერთ-ერთი გუნდის ძირითად შემადგენლობას. თითოეული ფეხბურთელის სირთულის მიხედვით არის დაყოფილი. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ მოწინააღმდეგეზე მეტი ქულა. Set point. მეორე რაუნდის გადამწყვეტ ეტაპზე მოთამაშეებს მოუწევთ გამოიცნონ ფეხბურთელის საკუთარი კარიერის მიხედვით. პასუხი დასწრებაზეა. მოვისმინეთ მეორე რაუნდის წესები, მეგობრებო, ყველაფერი გასაგებია, ხო? რამე კითხვები ხო არ დაგრჩათ? კარგი. მაშინ გადავინაცვლოთ და ვნახოთ როგორია დღევანდელი ტაქტიკური კვადრატის მეორე რაუნდის პირველი მინი თამაშის მოცემულობა. ჰორიზონტალურად PSV უთამაშია კრისტიანო რონალდუსთან ერთად და ატლეტიკო მადრიდი გვაქვს, ხოლო ვერტიკალურად ტოტენჰემ ჰოტსპური უთამაშია კიჭა რონალდუსთან ერთად და სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი. ამ რაუნდს იწყებს ის, ვინც პირველ რაუნდში დამარცხდა, ასეთია სანდრო. სვლა შენზეა, სანდრო, შეგიძლია გითხრა შენთვის სასურველი კვეთა და ფეხბურთელი. ცენტრიდან დავიწყოთ. თუ მეხსიერება არ მღალატობს, კასილასი უნდა იყოს ეგეთი. ანუ ატლეტიკო ტოტენჰემი ამ ზედა ზოლში, ხო? ეგეთი იყოს კლემან ლენგლი. მოდი იყოს ტოტენჰემი და კრისტიანო. ერიქსენ. მე მინდა სამხრეთ ამერიკელი, ვიზას უთამაშია კრისტიანოსთან? ამერიკელი? უი, აფრიკელზე რატო ვფიქრობ? სამხრეთ აფრიკელზე ვფიქრობ. ნუ კაზემირო. სამხრეთ ამერიკელი, რომელსაც კრისტიანოსთან ერთად უთამაშია კაზემირო. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია. დაიკეტა სანდროს ხაზი. მე ხომ ზერამ მიღალატა, იმიტომ რომ სამხრეთ აფრიკელზე ვფიქრობდი და ვითომ რთული იყო და ბოლოსთვის მოვიტოვე და რაღაც Quinton Fortune-ით მინდოდა იოლად გასვლა, მაგრამ კაი, მოდი იყოს სამხრეთ ამერიკელი ატლეტიკოს ჩავკეტავ, იყოს ლუის სუარესი. ეს ვედა ტოტენჰემი ერთად არ მახსენდება. შეიძლება ადვილია. ხო, მაგრამ გახსენება უნდა. უნდა მივიღოთ უკვე ვარიანტი. მაგრამ ვერ ვიხსენე. კარგი. მაშინ სვლა გადაბარდა სანდროს. ხო, მეც დარწმუნებული ნამდვილად არა ვარ, მაგრამ რაღაცა ლოგიკით ვცდი ვანდემეიდეს. სამწუხაროდ ეს არასწორი პასუხი. ახლა ნიგვერ გავიხსენე. პრინციპში ეგერთი ზოლი გვაქვს შესავსები, ხო, იმის გახსენება ყველა ვარიანტში მოგვიწევს. ალდერვეირელდი არ ვიცი. არ იქნება PSV-ში არ იყო მე მგონი, მაგრამ ვერ ვიხსენე. ტობი სამწუხაროდ აქ არასწორი პასუხი. PSV-ს და ტოტენჰემის კვეთაზე პავლიკა ვეღარ გვპასუხობს, სანდრო, ასე რომ შენ ბოლო შანსი გაქვს, რომ ეგ უჯრა გამოიყენო. მეორე მცდელობას თუ გამოიყენებ ახლავე. თუ არა და ნუ შუა ზოლი გრჩება ბოლო შანსად. არ ვიცი, ვანდერვარტი იყოს. PSV-ს და ტოტენჰემის კვეთაზე ვანდერვარტი არ არის სწორი პასუხი. არც ერთში არ იყო, ხო? რაღაცა მასე. პავლიკ, ხო არ დაუკეტავ ბარემ აქვე თამაშს. რო ბარემ ფრედ დავასრულოთ? კი, შეგიძლია ამის გაკეთება ორი უჯრით. კი, ნუ ერთი ესეთია. პავლიკ, გვითხარი? ვახ. არა, გავჭედებს, არა. მინდა შეგიძლია. გადავეცით სვლა ისევ სანდროს. აქაც სერიოზული ფიქრის რეჟიმი გვაქვს. არა, მეც ძალიან დამიბნელდა გონდა. უთამაშიან რონალდოსთან და PSV. სადოთ მანდ ზეედორფი. კლარენს ზეედორფი არასწორი პასუხია. არაფერი, იყოს რომარი. რომელ კვეთაზე? 1-9 და PSV. რონალდუს და PSV-ს კვეთაზე რომარიო სწორი პასუხია. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მინი თამაში გვაქვს ფრენ. ძალიან დიდი ბრძოლა ვიხილეთ, ფაქტია. ცუდი ბრძოლა. ერთი მინიშნება გქონდათ დაფაზე სხვათა შორის. თვითონ კიჭა რონალდუს სახით. ეგ შეგვეძლო? აბა? რომელ კვეთაში? სამხრეთ ამერიკელის და PSV-ს კვეთაზე. მანდ კი. მანდ ტოტენჰემის და PSV-ს ფეხბურთელებით შემიძლია რომ გითხრათ. გითხარი, თორე პერისიჩი. ვინ? პერისიჩი. ეხლა აურელიო გომესიც არის ესეთი ფეხბურთელი. ნეკარი, ხო? და ბერგვაინი.
ნუ პერისიჩი უნდა გაგვეხსენებინა, ეხლა თამაშობს, ეხლა იყო იქ და ეხლა არის კი ბატონო. პერიშიჩი იყო გასახსენებელი კი. საბოლოო ჯამში საინტერესო რაუნდი მინი თამაში გამოგვივიდა. გადავიდეთ მეორე მინი თამაშზე სასტარტო 11 ეულებზე. ხوار გახსოვთ შემთხვევით 2011-12 წლების სეზონი პრემიერ ლიგაში ვისი გამარჯვებით დასრულდა. აი ცოტა მეც რომ ეკითხებიან ეს რაღაცებს, აი ძალიან რთულია რა 12 წლის მაგრამ ძალიან ისეთი დრამატული სეზონი იყო. რომელიც მაშინ City მოუგო Queen's Park-თან რო ბოლოს Queen's Park Rangers და სწორედ მაგ თამაშის Manchester City-ს შემადგენლობის გამოცნობა მოგიწევთ. გამოვიტანოთ ეკრანზე შემადგენლობა. მე გეტყვით იმ ფეხბურთელს, რომელიც მე მგონი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ამ შეხვედრაში. სერხიო აგუერო იყო 16 ნომრიანი მაისურით. აი მის უკან 10-ვე ფეხბურთელი თქვენი გამოსაცნობია ამ რაუნდს პავლიკა დაიწყებს. აი დავიწყოთ მარტივით. რთულებს რამიანად გავიხსენებ არ ვიცი. იაია ტურე 42. ნომერი 42 ნომერი ტურე. ეს სწორი პასუხია 1-0. სამ შეცდომაზე თქვენი მოპოვებული ქულა იყინება. 6 ნომერი ცადოთ და იყოს ლესკოტი. 6 ნომერი ლესკოტი სწორი პასუხია. 3-1 ხდება ანგარიში. პავლიკ 12 ტევესი 32 არის კარლოს ტევესი. 3-2. კაი, ნუ კაი, ეგრე გავყვები მეც მაშინ 21 არის სილვა. 21 ნომერი არის დავით სილვა. 4-2. ძალიან ეჭვმე პარება, მაგრამ ახან სამქულიანია, არ ვიცი, იყოს გარეთ ბერი, მაგრამ 18 გარეთ ბერის სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ 5-4 გახდა ანგარიში. პავლიკა დაწინაურდა. ოკეი. 19-ია ორქულიანი და 22, ხო? 5 ნომერიც ორქულიანია. 5. მარჯვენა მცველი. ანგები არ მახსოვს. 4 ვინსენტ კომპანი. 4 კომპანი, გუნდის კაპიტანი, 5-5. 5 შეიძლება იყოს ზაბალეტა. შეიძლება არა, 5 ნომერი არის საბალეტა, 7-5 ხდება ანგარიში. ვინ ყავდა თაქეთ? 9 ქულაზე თამაში სრულდება. იმიტომ რომ სულ 17 ქულაა დღევანდელ დაფაზე. არ ვიცი, მაგრამ მოდი ვცდი 22 ხო არ იყო შონ რაით ფილიპსი. 22 ნომერი შონ რაით ფილიპსი არ არის სწორი პასუხი. პირველი შეცდომა სანდროს. აი ხა ალბათ შეცდომების დრო ჩემთანაც მოვიდა, იმიტომ რომ ისინი არ მახსოვს, ისე უნდა ვთქვა, არ ვიცი. 19 არ იყო მე მგონი, მაგრამ ვიტყვი ჯეკოს არ მახსოვს. არა სწორი პასუხია, პავლიკასაც პირველი შეცდომა. 25 ჯოჰარდი. რა თქმა უნდა სწორი პასუხია. 7-6. კარი. ორი ფეხბურთელი დაგვრჩა გამოსაცნობი, ორივე ორქულიანი. ამოგენა 22 ვინ იყო? პავლიკ, რომელიმეს თუ გამოიცნობ, ეს მინი თამაში შენია. კლიში 22, არ ვიცი. 22 ნომერი ნამდვილად არის კლიში, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის მეორე მინი თამაში პავლიკას მიაქვს საკუთარ აქტივში და 1-0 ხდება მინი თამაშებს შორის. 19 მინი. ვინ იყო 19 ნომერი თქვენი აზრით? საკმაოდ ჭარბიწონით დაგვახსოვრა თავი ამ ადამიანმა. სამირ ნასრი. ნასრი რა 19 ნომერი ამ შეხვედრაში. სილვა ნასრი იყო. აიქ, ვახ. ძალიან დაძაბული მეორე მინი თამაში გამოგვივიდა პირველის მსგავსად, მაგრამ ამჯერად გამარჯვებული ყავს და გადავდივართ set point-ზე, რომელიც სანდროს აძლევს იმის შანსს, რომ ეს რაუნდი ფრედ დასრულდეს, ხოლო პავლიკა თუ გაგცემს პასუხს ავტომატურად გაიმარჯვებს მეორე რაუნდშიც. set point-ი. ღილაკები გაქვთ, რომელიც მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ამ რაუნდში გაიმარჯვოთ. მხოლოდ ერთი შანსია set point-იც ამას გვეუბნება. დავიწყეთ. ფეხბურთელი, რომლის პირველი გუნდი იყო ლიდსი.
საიდანაც აღმოჩნდა ლივერპულში. მესამე გუნდი არის გალათასარაი. მეოთხე გუნდი არის მელბურნ ვიქტორი. მეხუთე გუნდი არის ალ გარაფა. და სწორი პასუხია ორი ვარიანტი მაქვს, მაგრამ ჰარიკიუელი. ბრავო. ძალიან კარგი იყო. არ მეგონა სხვათა შორის თუ ამ სტადიაზე მოახერხებდით, მაინც მეგონა რომ ბოლომდე ლიცი და ავსტრალია, უბრალოდ იქ მარკ ვიდუკაა კიდე და ვიდუკას ფიქრობ, ბრავო. მაგრამ ლივერპული ჰარიკიუელი. დაჰოლდა სანდრომ ეს რაუნდი. შეინარჩუნა და საბოლოო ჯამში გვაქვს ფრე. 1-0 გვაქვს საერთო ჩათვლაში, პავლიკა იგებს ჯერჯერობით ამ თამაშს, თუმცა წინ მესამე რაუნდი გვაქვს სპორტპედია, რომელიც ორქულიანია და წავედით მესამე რაუნდში. მოვისმინოთ მესამე რაუნდის წესები. მესამე რაუნდი სპორტპედია. ამ რაუნდში მოცემულია 12 გრაფა, რომელიც 4 კატეგორიადაა დაყოფილი. თითოეული კატეგორია 3 სხვადასხვა სირთულის შეკითხვას მოიცავს. მოთამაშეები მონაცვლეობით პასუხობენ მათთვის მისაღებ შეკითხვებს. მონაწილის მიერ აღებული შეკითხვის ვერ გამოცნობის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება მოიპაროს კითხვა. თუმცა თუ კი არასწორ პასუხს გასცემს, შესაბამისი ნომინალით გამინუსდება. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ქულა. მოვისმინეთ მესამე რაუნდის წესები, სანამ დავიწყებთ გადამწყვეტ რაუნდს, მანამდე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი წარმდგენია BetLive. მეგობრებო, 4 კატეგორია გვაქვს სპორტპედიას რაუნდში და მოდი ვნახოთ როგორია დღევანდელი კატეგორიები. გამოვიტანოთ ეკრანზე ჰომონიმები, რიცხვები გვარ-სახელებში, ოლიმპიელი ქართველები და ჩაილურის წყალი დალია. სანამ დავიწყებთ მესამე რაუნდს, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. ამ რაუნდს იწყებს პავლიკა. უნდა ავირჩიო ესე. კი ბატონო. იყოს ოლიმპიელი ქართველები 200. ოლიმპიელი ქართველები 200 ქულა. მიუნხენის ოლიმპიადის ბრინჯაოს მოგების შემდეგ ცნობილ ქართულ ფილმში გამორჩეული როლი მოირგო და ქართველებს ამ კუთხითაც დაამახსოვრა თავი. დაასახელეთ 1944 წელს დაბადებული ქართველი ოლიმპიელი. ლევან თედიაშვილი. ეს არასწორი პასუხია სამწუხაროდ. სანდრო, როგორც ჩანს იპარავ და ძალიან აღარ გესიამოვნა ეს. რა ძალა მადგა, ხო? ბრინჯაო, აი მე რა ბრინჯაო. აბა მითხარი მოპარვის ომარ ფხაკაძე იყოს. ომარ ფხაკაძე. ეს სწორი პასუხია. რაც იმას ნიშნავს, რომ 200-ით 0 ხდება ანგარიში და სანდრო არჩევანი შენზეა. რა სპორტში მოიგო ხო ომარ ფხაკაძემ? ველოსპორტში. კი ბატონო. და ბარემ ფილმიც უთხრათ ჩვენს მაყურებელს. რაზე იყო საუბარი? ხო, ხარება და გოგია. გოგია და ასახელა. გიორგი ბრინჯაოს არ მივაქცეო რა თედიაშვილს ბრინჯაო არ აქვს ოქრო აქვს, მაგას არ მივაქცეო. არა, მეც თავიდან თედიაშვილზე დავაჭირე და კარგი, მითხარი კატეგორია და სირთულე. მოდით სადოთ რიცხვები გვარსახელებში 200. რიცხვები გვარსახელებში 200 ქულა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალსა და ფინალში გოლის გამტანმა ამ ფეხბურთელმა მილანში ფეხი ვერ მოიკიდა და ამ გრანდის ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს. მითხარი ვისზეა საუბარი? რიცხვი უნდა იყოს გვარსახელში, ხო? სამი მუნდარი. არა, სამწუხაროდ ეს არ არის სწორი პასუხი, პავლიკაც აშკარად არ იპარავს ამ შეკითხვას. სწორი პასუხი არის დივოკ ორიჯი. წავედით პავლიკ, შენ ჯერია. ორიჯი. ისე ოლიმპიელი ქართველები 300. 300. ოლიმპიელი ქართველები 300 ქულა. 41 წლის ასაკში მოპოვებული ოლიმპიური და 43 წლის ასაკში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ამ საგარეჯოელს ნამდვილ ლეგენდად აქცევს. დაასახელეთ ეს სპორტსმენი. მე მაინც გეტყვი რომ არაფერს არ კარგავ. პავლიკ, გითხარი აბა.
არ ვიცი, ნინო საულქვაძე არ არის, მაგრამ ვერ ვიხსენებ. საულქვაძე არ არის ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი. სანდროც არ იპარავს ამ არ შეკითხვას. ვიპარავ, ხო. არსენ მეკოკიშვილი იყო ამ შეკითხვაზე სწორი არ პასუხი. გამხსენებიან ამ. მეგობრებო და შეგვიძლია გადავინაცვლოთ სანდრო შენი ჯერია. ომონიმები 200. ომონიმები 200 ქულა. ქართველი ემიგრანტებისთვის კარგად ნაცნობი ამ საფეხბურთო კლუბის თამაშებზე მოსახვედრად 9 მთისა და 9 ზღვის გადალახვა ნამდვილად არ მოგიწევთ. დაასახელეთ ეს კლუბი. ბარი. ეს ნამდვილად ბარია და აქვე ჩვენს ემიგრანტებს ვთხოვოთ რომ გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი და ძალიან დიდი მოკითხვაც შეუთვალოთ. ბარი, რომელშიც ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტია. ძალიან. 400 მოვიგო. გავხსნათ ის რაც არ გაგვიხსნია 200. ჩაილურის წყალი დალია 200 ქულა. გაზეა ვერ ხვდები. იმ დროისთვის არც თუ ისე ცოტა 18 მილიონის გადახდის შემდეგ ეს ინგლისელი მსოფლიო ფეხბურთის გრანდში აღმოჩნდა. თუმცა ტრავმებმა გატანჯა და დებიუტით 13 თვის შემდეგ ჰქონდა. პირველივე მატჩში ავტოგოლს წითელი ბარათი მიაყოლა და მოგვიანებით კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. უდგეიტი. ჯონათან ვუდგეიტი. პირველი ქულები სპორტპედიაში პავლიკას 400-200 ხდება ანგარიში. სანდრო შენი ჯერია. მოდით სადოთ ომონიმების 300. ომონიმების 300 ქულა. როგორც წესი პარკეტზე მის შემოსვლას ბლოკებისა და მოხსნების ცეცხლი მოჰყვებოდა ხოლმე. გეტყვით იმას, რომ მისი შვილიც ამჟამად მის კვალს აგრძელებს. ბლოკები და მოხსნები, ხო? არა, ვერა. ქარიმ აბდულჯაბარი. არა, აბდულჯაბარი ნამდვილად არ არის. სწორი პასუხი, პავლიკ, იპარავ. არც მე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ იყოს დიკემბე მუტომბო. არ არის, არც ეს არ არის სწორი პასუხი. კატეგორიას ქვია ომონიმები. ხო, რაღაცა ალი. ეს ცეცხლი. თავარი ფაქტორი. მოგითხრათ ბოლი. ბოლი. რამე სხვა არ გაძლევთ ეს? ბოლი. ბოლბოლია შვილი. მანუტე ბოლი არის სწორი პასუხი. მანუტე ბოლი. წავედით. პავლიკას ჯერია -100-400 გვაქვს ანგარიში, მაგრამ ჯერ ბევრი ქულაა გასათამაშებელი. ისევ ჩაილურის წყალი დალია 300. ჩაილურის წყალი დალია 300 ქულა. დრაფტზე კევინ დურანტზე წინ დააყენეს და პორტლენდმა ის პირველ ნომრად აირჩია. თუმცა ტრავმების გამო მისი კარიერა შესაბამისად ვერ განვითარდა. თუ TikTok სკროლავთ, შესაძლოა მისი მონაწილეობით სევდიანი ვიდეოც გქონდეთ ნანახი. მაქვს ვიდეო ნანახი. გაკოტრებული და გაღარიბებული როა და ქუჩა როდაც. აი თუ ვიხსენ. სახერო და გვარი გვაკლია. ხო. ვახ. აბა პავლიკ გითხარი. ვაუ, ვერ ვიხსენებ. ვარ გაისვრი ვარიანტს. და იყოს ვესტი, მაგრამ არა, ვესტი არ არის, სანდროც არ იპარავს. არა, ვერ მეც ვსკროლავ TikTok-ს, მაგრამ პირველ პიკზე იყო საუბარი დრაფტის და ეს არის გრეგ ოტენი. თუ მოგცათ ამ სახელმა და გვარმა, მე მგონი ეხლა უკვე ნათელია ვიზე იყო საუბარი. დაგვრჩა 5 შეკითხვა. ჯამში 700 ქულა. მოდი იყოს 100 რიცხვები გვარსახელებში. რიცხვები გვარსახელებში 100 ქულა. ჩვენ ეს ფეხბურთელი განსაკუთრებულად 22 წლის წინ გატანილი ისტორიული გოლით გვახსოვს. თუ კითხვას სწორად უპასუხებთ, გვირდებით რომ თითქმის ამდენივე ქულას მიიღებთ. ხილაკის გარეშე შენი სვლა. ხო, ეგ არის 100-იანი. მალხაზ 100-იანი სწორი პასუხია. ნამდვილად 500-ით -100 გვაქვს ანგარიში. 600 ქულა სხვა 600 ქულა გვაქვს დაფაზე დარჩენილი. პავლიკ შენი ჯერია. სულიანი უნდა აურჩიო აზრი. რიცხვები გვარსახელებში 300 ქულა.
ორვოოში დაბადებულმა ამ ფეხბურთელმა კარიერა ლევერკუზენში დაასრულა. თუმცა ცნობილი სულ სხვა კლუბში თამაშით გახდა, სადაც ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. პაულიკ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, იმიტომ რომ არასწორი პასუხის შემთხვევაში სანდრო იგებს თამაშს. არ დაგავიწყდეს კატეგორიის სახელიც. ვარიანტი არ გვაქვს. კარგი. ორვო რომ ფინეთია ეს გეხმარება რამეში? სამი ჰიპია, კი. ნამდვილად ეგ არის ამ შემთხვევაში სწორი პასუხი. ჩვენ კი გვყავს მეოთხე ფინალური დაპირისპირების გამარჯვებული, შესაბამისად მეოთხე ფინალისტი. სანდრო, გილოცავ გამარჯვებას. გილოცავ. კარგი თამაში გვაქვს ძალიან. მე მგონი რომ ყოფილი უნდა იყოს შენი თავით და შენი თამაშით, იმიტომ რომ მესამე რაუნდში ფაქტობრივად უშეცდომოდ გაიარე ყველაფერი. ხო, არა, ცოტა ვისალარ გაოცებული, არ ველოდი ნამდვილად. იმიტომ რომ შესანიშნავი კომენტატორი და სპორტის მაგრამ ძალიან კარგი მწვრთნელი იყო ჩემი მეტოქე. ან შენი დღე არ არის, რაც დინამიკა ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო აქვს ამ თამაშს. მადლობა შენ მონაწილეობისთვის. ხედავთ იმისა, რომ არ გამოვიდა რაღაცები, მისი ამონა ეგანი თავი. ძალიან მიხარია. უღრმესი მადლობა მონაწილეობისთვის, კარგი თამაშისთვის. ჩვენ კი ერთ კვირაში შევხვდებით Be Live-ის YouTube არხზე. არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა.